პრემიერა წოდებული სუბიექტი აჩეჩილი თმიდა და კიდევ უფრო აფოფრილი აზრებით ჩინეთში წავიდა. რაც თავისთავად ცუდი არ არის. თუ არ ვიფიქრებთ იმაზე, რომ მაინც და მაინც მაშინ აღმოჩნდა ჩინეთი რუსეთის პრემიერი მიშუსტინიც. ხო, დამთხოვა. ოღონდ, სანამ ეს ტიპი და მისი კოდლა იქაურებს აქაურ ეკონომიკურ მიღწევებზე აბოლებდნენ სოფლიოს სხვა მხარეს, რომელიც ჩვენთვის ყველანაირად უფრო პრიორიტეტულია, უნდა იყოს, მათგან ქვაქვაზე არ დატოვეს. კაი, პირველ პირში ვიტყვი, ქვაქვაზე არ დატოვეს ჩვენი ამბიციისგან გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ან ზოგადად, რამენაირად ევროპული ქვეყანა გვერქვას. Georgia looks like exactly საქართველო ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც თქვენ აღწერთ. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ. ქართული ოცნება არ დაუბრუნდება ევროპულ გზას. ეს არის კრემლის პროქსი რეჟიმი. ზომები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ხალხის მხარდასაჭერად მივიღოთ, რომლებიც იბრძვიან დღემდე ევროპული მომავლისთვის თითქმის 1 წელია, არის სანქციები და სავიზო შეზღუდვები ყველას მიმართ, ვინც პასუხისმგებელია. თუ ვერ ხვდებით ეს რამდენად სერიოზული ამბავია, მოусმინეთ დიდვან პროჭორვილელებს. სისხლზე რომ გადიან ახლა. ჩამოყალიბდეს უნდა ბრიუსელი, რომელი მე საუბრობს მასში. არის საქართველოს სანქციების დაცვის მხრივ შესაძლებელი ქვეყანა და თუ კი ეს არის, მაშინ რატომ აფინანსებენ დეзинფორმაციას ბრიუსელიდან პირდაპირ, ასე რომ ეს უპირველეს ყოვლისა არ აჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს დამოკიდებულის მხრივ, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში. ძალიან საინტერესო ანალიზი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. ამ წლის განმავლობაში კი ვისწავლეთ, როცა ესენი გიაორსკივის სახის იღებენ, ზედ რომ აწერიათ, რომ ყველაფერი იციან, მაგრამ მეათეცად არ გეუნებიან შენ. აი, ზუსტად მაშინ აქვთ ყველაზე მაგრად მოჭერილი. ეს ნაძალადევი ღიმილი და ბრიყული ხუმრობები ზუსტად მაგის ნიშანია. სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. ესაა ყველაზე რბილი და ყველაზე ზოგადი შეფასება, რაც საქართველოს შეეხება. ყველა სფეროში. in Georgia the situation has sharply deteriorated. საქართველოში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლით, რაც არც ერთ კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში არასდროს მომხდარა. მოიგონეს რამე? არა. და გადაამეტეს? არა. ჩვენ ნახეთ სწრაფი ეროზია, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვა. რაღა გაამწვავთ ქვე კაი ხალხო, რაღა სასამართლო დაგვრჩა და რაღა დამოუკიდებლობა. რა სიტყვით გოცნო, 5 წლის შემდეგ ევროკავშირში შესვლის რა შანსი აქვს ქვეყანას, რომელზეც ევროკომისია დღეს წერს, მან ადამიანებს ხმის მიცემის ეშინიათ, რომ მე ვიღაცა არ მიუვარდეს, არსემოს ან სამსახურიდან არ გააგდოს და ულუკმაპუროდ არ დატოვოსო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შეცვალონ კურსი და იყვნენ თანხვედრაში მოქალაქეების მოთხოვნასთან, რაც არის ქვეყნის ევროპული მომავალი. ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დე-ფაქტო შეეჩერებინა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო. რა შანსი აქვს ქვეყანას, სადაც უბრალოდ აზრის გამოთქმა ისჯება? თქვენზე მეტად მე მინდა ვცდებოდე, მაგრამ თავის მოტყუებას აზრი არ აქვს. ის რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და თქვა ახლა. კანდიდატი ქვეყნის პლუსებისა და მინუსების შეფასება კი არაა, ბორიას რეჟიმის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპითაფიაა. ევროპამ დაგადოთ. ევროკომისია საქართველოს მხოლოდ ფორმალურად მიიჩნევს კანდიდატ ქვეყანად. A candidate country in name only. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ბრიუსელის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების მიზანია ხალხმა ხელი ჩაიქნიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. უსამართლო მოქცევის, წინააღმდეგობისა და დაბკოლებების წინაშე ხელი ჩაგვექნია თუ არა, ეს არჩევანი არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე გქონდა. საქართველოს შანტაჟი და საქართველოს ზეწოლა არ გამოვა. ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ. საქართველოს გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. ევროპამ კი დაადოთ, მაგრამ ამით ეს რუსები ძალიან გაახარა. დღეს რუსეთის ეროვნულ დღესასწაულზე ბორიას დავოვას ამაზე უკეთეს საჩუქარს ბრიუსელი ვერ გაუკეთებდა. საქართველოც უკვე რუსეთია, რაზეც მწუხარებით ვაწერთ ხელსო.